ხშირად გაიგებდით ალბათ ჰომოსექსუალების ასპექტზე. ხშირად უწერია ხოლმე ვენერა ურანის ასპექტს. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის ჰომოსექსუალების ასპექტი. ანუ ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, მაგრამ არა ერთადერთი და მხოლოდ ეს მაჩვენებელი არანაირად არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის ჰომოსექსუალი. არანაირად. გამორიცხულია მსგავსი რამე, ეს არ არის სწორი. ეს არის ერთი მაჩვენებელი, რომელიც ხდება საკმაოდ ხშირად და ეს არანაირად ორიენტაციაზე არ არის პასუხისმგებელი, მხოლოდ ეს ერთი მაჩვენებელი. იქ საჭირო არის ძალიან ბევრი მაჩვენებელი, რომ რეალურად ადამიანმა ბევრი მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ გაიაზროს, რომ აქვს რადიკალური განსხვავებული მიდგომა ამ კონკრეტულ ორიენტაციასთან და გადადგას ნაბიჯი, რომ შეცვალოს რაიმე თავის ცხოვრებაში, შეცვალოს მიდგომა და რეალურად ესე ვთქვათ რეალიზაცია მოახდინოს აი ამ განსხვავებული საკუთარი ორიენტაციის, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ და ფიქრობენ, რომ აქვთ განსხვავებული ორიენტაცია, მაგრამ არ პრაქტიკულად ესე ვთქვათ არ ცვლიან ამ ორიენტაციას. უბრალოდ გულის სიღრმეში თვლიან, რომ არ არიან ამ სქესის წარმომადგენლები. მხოლოდ რაც შეეხება აი ამ ვენერა ურანს, ზოგადად როგორც ვენერა სატურნი, იგივენაირად არის ვენერა ურანიც, ჩვეულებრივად ეს არის უბრალოდ ესე ვთქვათ მაჩვენებელი იმისა, თუ რა მოსწონს ადამიანს. იგივენაირად ვენერა სექსუალურობაზეც აგებს პასუხს და შესაბამისად ვენერა სატურნი არის უფრო ტრადიციული ღირებულებები და მოსწონს ამ ადამიანს ყველაფერი ისეთი, რაც მოსწონდათ ადრე. რაც ყველასთან მიღებული არის და ურანი იქიდან გამომდინარე არის უფრო მეამბოხი და არის უფრო ორიგინალური პლანეტა. შესაბამისად ვენერა ურანი იძლევა ისეთ ფასეულობებს და სილამაზესთან მიმართებაშიც ისეთ განსხვავებულ ფასეულობებს, ანუ ასეთ ადამიანს მოსწონს ყველაფერი განსხვავებული. ყველაფერი ან არაორდინალური, ან ახალი. შესაბამისად ამ ადამიანს უბრალოდ ყველაფერი განსხვავებული მოსწონს. რაც არ უნდა იყოს ეს განსხვავებული, უბრალოდ უფრო მეტ სილამაზეს ხედავს განსხვავებაში. შეიძლება მომწონდეს ერთი რამე, ვაკეთებდეს სულ სხვა რამეს. იგივენაირად რუკაში შესაძლოა იყოს როგორც ვენერა სატურნი, იგივენაირად ვენერა ურანი. არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, რომ ადამიანს მოეწონება ერთი ესე ვთქვათ ძველი ღირებულებებით, სიყვარულთან რაც არის დაკავშირებული, ან სექსუალურობასთან და იგივენაირად მოეწონება რაღაც ახალი. ვერ დავაბრალებთ ადამიანს, ვისაც ვენერა ურანი აქვს, რომ ჰომოსექსუალად შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაღაც კონკრეტული განსხვავებული შეხედულებები, ან მოსწონდეს რაიმე შედარებით უფრო განსხვავებული არასტანდარტული. სულ ეს არის.